გამარჯობა თქვენი ახალ მომავალ. მე უკვე იმავალი გეთხოვები და ვფარო საგულისხმოანდეს დადვერად გიტოები გარდამასო ხესნავეტრებისა. თქვენი ერი როგორც პირველი საფეხური კაცობრიობის ისწრაფებისა, რადგანაც სიყვარულია ადამიანის ბედნიერება. მაგრამ ვისანასიყვარულში კი რომელსაც საცულად სიმართლე და გულწრფელობა უძღვნის. აკაკის ამ ჩანაწერიდან 102 წელი შესრულდა წელს. ეს არის პირველი ჩანაწერი. საზოგადოდ აი ამ არქივში, სადაც ჩვენ ვართ, 3 მილიონამდე ჩანაწერია. ჩემს ახალგაზრდობაში, ან უბრალოდ ბავშვობაში, 70-იან წლებში, რადიო მსჯვალავდა ფაქტობრივად ყველაფერს, სულ ისმოდა რადიოს ხმა. რადიოს ხმა ისმოდა სახლში, რადიოს ხმა ისმოდა გარეთ, რადიოს ხმა ისმოდა დაწესებულებებში. ტელევიზორი ყველას მაშინ არ ჰქონდა. ტელევიზია ყველაფერს ვერ გადმოსცემდა. სამაგიეროდ ჩვენ ვიყავით ორიენტირებული რადიოზე და მოსმენაზე. თეატრი მიკროფონთან მახსოვს იყო ესეთი გადაცემა, იყო რადიოდადგმები და ყველაფერთან ერთად ისმოდა იშვიათი ჩანაწერები. ქართველი მგოჩანი აკაკი წაიკითხავს ლექსს. თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებ ჩემი სიკვდილი, აჰა, მე მზადვარ. მოდი ჯანასო შენი მახვილი შეუბრალებლად ზედგულზე დავხარ. ოვერიწვეთი ჩემი სისხლისა, თუ კი გამოზდის მამული შვილსა, ხოდვა არ არის რომ მოვერიდო, მაშინ მე ტანჯვას და თვითმფრინავსა. სიგნალის შორმანძილზე გადაცემას ანუ ტელეგრაფის შექმნას მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენ ევროპასა და ამერიკაში. ამ საქმეს საქართველოს 1859 წელს შეუერთდა. ელექტრომაგნიტური ტელეგრაფის დებულებას ხელი გრიგოლ ორბელიანმა მოაწერა როგორც კავკასიის მთავარ მართებლის მოვალეობის შემსრულებელმა. 1870 წელს ლონდონსა და ბომბეის შორის 11,000 კილომეტრიანი პირდაპირი სატელეგრაფო ხაზი გაიჭინა. ინგლիս-ინდოეთის ამ ხაზმა საქართველოსაც გაიარა. მალევე დაიწყეს უმავთულო ტელეგრაფის გამოგონებაზე ფიქრი. 1894 წელს იტალიელმა ინჟინერმა გულელმო მარკონიმ პირველმა დაამყარა რადიოსატელეგრაფო კავშირი. მარკონის სახელით მთელმა მსოფლიომ გაიგო ქართველი გამომგონებლის გრიგოლ ნახუცრიშვილის მიერ შექმნილი განსხვავებული ელექტროკავშირის 100 მბეჭდავი აპარატის ორიგინალური კონსტრუქციის ამბავი თითქმის არავინ იცის. მძიმე სენით შეპყრობილი გრიგოლ ნახუცრიშვილი 29 წლის გარდაიცვალა სამშობლოდან შორს. გამომგონებლებს მორზეს ანბანით გადაცემული ინფორმაცია აღარ აკმაყოფილებდათ. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ახალ-ახალი მოწყობილობის, აპარატების შექმნაში, პატენტის მიღებაში. ამ მხრივ რეკორდსმენი ტომას ალვა ედისონი გახდა. მაგრამ ვიდრე ის ხმას ჩაიწერდა, ჯერ ტელეფონი შეიქმნა. შოტლანდიელი ალექსანდრ გრეჰეიმ ბელი ჯერ კიდევ ბავშვის სხვადასხვა ექსპერიმენტს ატარებდა. კანადაში გადასვლის შემდეგ მუშაობა გააფართოვა. ერთხელაც ბელმა თავის მოწყობილობას ჩასძახა. მისტერ ვოტსონ, მოდით აქ, თქვენი ნახვა მინდა. მოშორებულ ოთახში მყოფმა ასისტენტმა მისი ხმა გაიგონა. ტელეფონით ეს სიტყვები პირველად 1875 წლის 2 ივნისს წარმოითქვა. ტელეფონს 2 წლის შემდეგ თომას ედისონის ფონოგრაფი და გრამაფონი მოჰყვა, ანუ ბგერის ჩამწერი და აღმდგენი აპარატი. ივერიამ ედისონის აპარატს მე-19 საუკუნის საკვირველება შეარქვა და 1887 წელს მკითხველს აცნობა. ედისონს ისე გაუმჯობესებია ფონოგრაფი, რომ სამუსიკო პიესებს უკრავსო. 1890 წელს ფონოგრაფი უკვე თბილისს ეწვია. ჯერ სასტუმრო ლონდონში, მერე კი საადგილმამულო ბანკის თეატრში საზოგადოებას წარუდგინეს. მოისმინეს მუსიკა. ერთმა ყმაწვილმა კი საკმაოდ გრძელი ლექსიც წაიკითხა, რომელიც ფონოგრაფმა უკლებლივ გაიმეორა.
პლატონი თავის დიალოგში ფედროსზე შემდეგ ამბავს გვიყვება. ეგვიპტის ფარაონთან მივიდა მისი ერთ-ერთი ქურუმი და უთხრა, რომ მან მოიგონა ახალი ხელოვნება, კერძოდ მეხსიერების ხელოვნება. დღეს ამას ჩვენ დავარქმევდით ანბანს ან იეროგლიფების ჩაწერას. რაზეც ფარაონმა მიუგო, რომ მან მეხსიერების ხელოვნება კი არ მოიგონა, არამედ მოიგონა დავიწყების ხელოვნება, იმიტომ რომ მთავარი არის სწორედ ზეპირი მეხსიერება, ის წიგნი, რომელიც არის თითეული ჩვენგანის სულში. სახარებაში, იონის სახარებაში არის ერთი ესეთი ეპიზოდი, კერძოდ მის მერვე თავში, რომ იესოს მიჰგვიან მრუშობაზე წასრებულ ქალს. და ამ დროს იესო დაიხრება და მიწაზე დაიწყებს წერას. ეს არის ერთადერთი ეპიზოდი მთელ სახარებებში და მთელ ახალ ალთმაში, სადაც ქრისტე წერს. ის ყოველთვის ლაპარაკობს, არასოდეს არ წერს. იუდაური ქრისტიანული კულტურა, განსხვავებით ძველი ბერძნული კულტურისაგან, ორიენტირებულია სწორედ ხმაზე, ლაპარაკზე. ღმერთი ადამიანს ელაპარაკება, ის არ ჩანს, ის არის უხილავი, მაგრამ ისმის მისი ხმა. გარკვეული აზრით ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ის ადგილი, სადაც ისმის ღმერთის ხმა. აწმინდა ჩაფიქრებულა შეხურებს სისხლის ვარსკვლავსა, ნათობი ხივებს მაღლის ფენს თავდადებული საფლავი. დადულებულა მთაწმინდა ისმენს დუდულსა წვისასა, დინარე ნანას უმღერის რაინსა უსამტრისას. საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში დაცული უძველესი ჩანაწერები ქართული ხალხური სიმღერებია. პირველი სიტყვა კი აკაკის ხმა, ჩაწერილი 1913 წლის 27 თებერვალს. გაზეთი თემი დაწვრილებით გვიამბობს ამ ამბავს. ამ თვეში მგოსანს მიმართეს თხოვნით, ეთქვა თავისი ლექსები და რამდენიმე სიტყვა გრამოფონში. მანქანაში მან ჩასძახა თავისი ცნობილი ლექსი განთიადი. საფიუ მელე ზულმუხტო სული ჩამდგმელო მხარეო შენი ვარ შენთვის მოგდები შენზე მგლოვიარეო რას გამზირა ნუ ცოცხალ ზეკალსა დამაფარეო და რომ მოგდები გახსოვდეს ანდერდი დავიმარეო დედაშვილობამ ბერსახო შენს მიზას მაბარეო საფიუს მელე ზულმუხტო შემოთავსო ფირფიტა დამზადდა და გაიყიდა კიდეც, მაგრამ მალე გაცდა და თითქმის აღარავის ახსოვდა. 30 წლის შემდეგ ერთადერთი გადარჩენილი ფირფიტა ბატონმა აკაკი ძიძიგურმა შეიძინა. თანამედროვე ადამიანი, თანამედროვე კულტურა არის ძირითადად ორიენტირებული მომავალზე. მომავალი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ჩვენი კარიერული წინსვლისათვის, ჩვენი მიზნების განხორციელებისათვის. თითქოს წარსული სამუდამოდ არის ჩვენგან მოწყვეტილი და გამანძილებული. მაგრამ აი ეს ჩანაწერები ამავე დროს თითქოს სულად მექანიკურად ჩაწერილი, აი როგორც ფარაონი უნდა წერტოს, რომ დავიწყების ხელოვნებას უფრო უწყობს ხელს ჩაწერას. ხო, ტექნიკურად ჩაწერილია ეს ხმები, გვითოცხლებენ წარსულს და არის ისეთი შეგრძნება, რომ აი როგორც მიღმური სამყაროდან, საიქიოდან ისმის ხმა, აი ეს ასევე აი ეს ჩანაწერებიც ამ შემთხვევაში თითქოს გვიბრუნებენ წარსულს, ძლევენ სიკვდილს და გვიბრუნებენ ადამიანს, რომელიც უკვე აღარ არის, გვიბრუნებენ ხმას და გვიბრუნებენ იმ კულტურას, რომელიც თითქოს სამუდამოდ დაიკარგა და წავიდა როგორც ატლანტიდან. რა არ მეშლება ეს ხეული ესრეთ მაგარი. რა არ გადნება დაცას ნამათრად არ იქცევა. ან შემონქმედი თავის მოგულას ნეტა რად გვიშვის. ოღმერთო ყველა საქმე ამ წუთის სოფლად როგორ ფუჭია უნაყოფო დაუპებული. თანდათან მოვიდა რადიოს დრო. გრამოფონი და ფირფიტები მოლაპარაკე ყუთმა შეცვალა. რადიოს გამოგონებაზე ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მეცნიერი მუშაობდა. მათ შორის ყოფილა მათე იანქოშვილი. პოპოვის გამოგონებამდე მისი შექმნილი აპარატის სქემა ივერიამაც კი დაბეჭდა, მაგრამ ის ჩრდილში დარჩა.
1925 წლის 21 მაისს საქართველოში პირველი საცდელი რადიო გადაცემა მოეწყო და საფუძველი ჩაეყარა რადიო მაუწყებლობას. ეს თარიღი საქართველოს რადიოს დაბადების დღედ იქცა. თავიდან საცდელი გადაცემები იშვიათად ეწყობოდა სხვადასხვა დღესა და საათზე. ამ ამბავს წინა დღეს გაზეთები აუწყებდნენ რადიო მოყვარულებს და მოუწოდებდნენ კოლექტიურად მოესმინათ. გადაიცემოდა მოხსენება, მუსიკა, სიმღერა და მელოდეკლამაცია. მიმღებ რადიოებს დგამდნენ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში. თბილისის სახლების სახურავებზე ანტენები გაჩნდა. საქართველოს რადიომ რეგულარული მაუწყებლობა 1927 წლიდან დაიწყო. 30-იან წლებში მთელ საქართველოში გაიყვანეს სადენებიანი რადიო მაუწყებლობა. სოფლის ცენტრში დაკიდებული რეპროდუქტორი იდეოლოგიის მთავარ იარაღად იქცა. თანამედროვე კულტურა ორიენტირებულია ყოველდღიურობაზე და ჩვეულებრივ ადამიანზე. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღიურობა და ჩვეულებრივი ადამიანიც ჩანს იმის ფონზე, რაც არ არის ყოველდღიური და რაც არ არის ჩვეულებრივი. სხვა შემთხვევაში აღარ ჩანს უკვე პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი და ყველაფერი იძღაბნება. აი აქ რასაც ჩვენ ვხედავთ, აი ეს არის იშვიათი ჩანაწერები. იშვიათი ჩანაწერები და გარკვეული აზრით შეიძლება ამას უწოდოთ ერის კულტურული მეხსიერებაც. რას ნიშნავს ერის კულტურული მეხსიერება? ის ნაციონალური კანონი, რომელიც განსაზღვრავს ერის კულტურას. აი რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, ეს არის ნაციონალური კანონი ხმებში აღბეჭდილი. ახალი და პოლიტიკური ამბების გარდა რადიოთი მხატვრული მასალა და მუსიკაც ხშირად გადაიცემოდა. სტუდიაში მიდიოდნენ მომღერლები, მწერლები, პოეტები და პირდაპირ მიკროფონთან მღეროდნენ და კითხულობდნენ. ხმის ჩაწერა და შენახვა გვიან დაიწყეს 40-იან წლებში, მაგრამ ჩაწერაც მხოლოდ სტუდიაში იყო შესაძლებელი. პირველი, ვისი ჩაწერაც გადაწყვიტეს, უშანგი ჩხეიძე იყო. აკაკი ძიძიგურმა ძლივს მიაღწია მიზანს. წლები დასჭირდა მის დაყოლიებას. უშანგი დათანხმდა ჩაწერას, მაგრამ სახლიდან არ გამოვიდოდა. გადაწყდა ხმას სატელეფონო ხაზებით მიაწოდონ რადიო სტუდიას და იქ ჩაიწეროს ფირზე. რადიოსა და სატელეფონო ქსელის თანამშრომლები ფეხზე დადგნენ. ოღონდ კიდევ ერთხელ გაგვაგონეთ უშანგის ხმა, შეუძლებელს გავაკეთებთო. როცა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი გამართულია, მეორე ოთახიდან უშანგი ჩხეიძე იხმეს და ისედაც დადუმებულებმა სუნთქვაც კი შეწყვიტეს. არ ყოფნა საკითხავი ეს არის სულ დიდ ქმნილებას რა შეფერის ის რომ იტანჯოს და იტანოს მჩაგრავ ბედის ნეშტრითა გმირვა თუ შებრძოლოს მოზღვეებულ უბედურებას და ამ შებრძოლვით მოსპოსიკი. ეს ჩანაწერი თარიღდება 1946 წლის 14 მაისით. ის სულ 6 წუთი ნახევარია. აქედან იწყება, აი ჩანაწერიდან იწყება სწორედ ის, რასაც ეწოდება საქართველოს რადიოს ოქროს ფონდი. უშანგი ჩხეიძე ჩემი თაობისათვის არის სრულად მითოლოგიური ადამიანი, მსახიობი, რომელიც სცენაზე არ გამოდის, რომელიც სახლში არის ჩაკეტილი და აქვს სცენის შიში და რომლესაც გესმის მხოლოდ ხმა. სად არის ახლა ის სიყვარული, სად არის ძალა დაუშრეტელ შენი გრძნობისა, ძალა რომელმაც ჩემს სავსე გულში დამთო ცეცხლი უჩვეულო უცხო გრძნობისა. ჩემო ურიე, ხომ აპატიებ თუ მე გავბედავ ჩვენი ბედიღბლის შედარებას, როგორ გონია ჩვენ ორში მაინც, რომელი უფრო უბედურია. მომზადებასა და ჩაწერას ძალიან დიდ დროს ანდომებდა. ჩასაწერ მასალას ზეპირად სწავლობდა. ილია ჭავჭავაძის ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის ჩანაწერი 13 წუთია, მაგრამ მხოლოდ ჩაწერას 2 თვე მოანდომა. სიმონ ჩიქოვანის სიმღერა დავით გურამიშვილზე იანვარში რომ დაიწყო, ივნისამდე წიგნი ხელიდან არ გაუშვია. ეს უშანგის უკანასკნელი ჩანაწერია. ზამთარია, ავდარია ცივი,
პეტერბურგით დახმარებას მოელიან შრალი ქარი საკვამურში წივის დღეს წიწვიანს თეთრი თოვლი მორევია. სერგო ზაქარიაძემ რადიოს ფონდისთვის ჩაწერა 1950 წელს დაიწყო. უნიჭიერეს მსახიობს ჩანაწერებზე მუშაობა დიდ პასუხისმგებლობად მიაჩნდა. ერთი პატარა ლექსი რომ მიეცათ და ეთხოვათ ბატონო სერგო, სასწრაფოდ გჭირდებაო, არ დათანხმდებოდა. იტყოდა არა, მე ამას წავიღებ და როცა კარგად გავითავისებ, მხოლოდ მაშინ ჩავწერო. ვაშა ისმოდა ყოველი მხრიდან. გეგონებოდათ ეს არის დარბაზი დაინგრო. არწივმა სწრაფ აშალა ფრთები. აიზიდა სავარძლი და მერმე ტყვიასავი დაეშვა და წამს ბულბულთან გაჩნდა. მთელი დარბაზი წამოიშალა და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. 1946 წელს ვენეციის კინოფესტივალზე ერთ-ერთ შეხვედრაზე ვერიკო ანჯაფარიძემ საიათნოვას ლექსი წაიკითხა. შეხვედრა რომ მთავრდებოდა, ეკრანზე ნეონის ასოებით აინთო მაყურებელთა თხოვნა. კიდევ წაიკითხოს ლექსი სინიორამ, რომელიც ლაპარაკობდა მუსიკალურ ენაზე. შენთვის ოქროს ღილს დავეძებ. ვერავშობ ზარგარშია, თითები გაქვს ჩამოსხმული მოყვანილი ფარგალშია, ადე ქალო, ითამაშე ოქროს სიმის ლანგარშია, შენ მიჯნურო მოგიხდება სირმა ვერცხლი კამრისათვის. როცა ლექს შენი ნაცნობი ხმა კითხულობს, მეტი ინტერესით უსმენ და გამახსოვრდება. ბევრი ვიფიქრე ძალიან, თუ რა პასუხი გამეცა შემთვის, ხცოვანო პოეტო, დღეც ავფიქრობდი ღამეც. რუსთავაპირე სიტყვის თქმა უცებ თავს არი დამეცა, სიტყვა მოსული სათქმელად, ენიდან მომწყდა გამექცა. დავღონებულ ვარ ძალიან, თითქოს სახლკარი დამექცა რადა, რა ღმერთი გამიწყრა მარგალიტების მფლობელსა, რომ თავის უშნო ენითა ვერას ვაგონებ მშობელსა. ხმა უშუალოდ გამოხატავს პიროვნებას. დაწერილ ტექსტსა და პიროვნებას შორის ესეთი უშუალო პირდაპირი კავშირი არ არსებობს. თუმცა არის გამონაკლისი. როდესაც შენ კითხულობ ლირიკულ ლექსს, აი ეს ესეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს გესმის ადამიანის ხმა და მისი ინტონაცია. აქედან გამომდინარე, როდესაც შენ უსმენ ლირიკულ ლექსს, კიდევ უფრო ძლიერია კავშირი ავტორსა და ტექსტს შორის. და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ უსმენ, როგორ კითხულობს ავტორი თავის საკუთარ ლექსს. მარცვლების ძებნას დაიწყებს ცერი, აავსებს წერილს, წუხანდელ ცის დარდი და მღერის, კალამის წვერი, ბულბულის ნისკარტი. აკაკის შემდეგ პაოლო იაშვილის ჩანაწერი ქრონოლოგიურად მეორეა. რადიოს ოქროს ფონდში გროვდება ის ხმებიც, რომლებიც სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა მიზეზით ჩაიწერეს. პაოლო იაშვილის ლექსი ჩაწერილია მოსკოვში მწერალთა პირველი საკავშირო ყრილობის დღეებში, 1934 წლის აგვისტოში. ყრილობამ საბჭოთა ლიტერატურის ძირითად მეთოდად სოციალისტური რეალიზმი აღიარა. პაოლოს ლექსი ამ ჩარჩოში ნამდვილად არ ჯდება. თიკადა ქერის ყოველი ღერი მიძახის მივარ მივრბივარ ვისწრაფი და აღარ მღერის კალამის წვერი ბულბულის ნისკარტი. ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ ნაწარმოების შინაარსი იხსნება მაშინ, როდესაც ავტორის მიერ წაკითხულ ტექსტს მოусმენ. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნამდვილად ასე იყო, როდესაც შორეულ ბავშვობაში პირველად მოусმინე პაოლო იაშვილის მიერ წაკითხულ ლექსს მაგი და ჩემი პარნასი. დღემდე მესმის აი ეს მისი განუმეორებელი ინტონაცია, კალამის წვერი, ბულბულის
ნისკარტი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ხმის მაგიაც, ტემბრიც, მისი განუმეორებელი ბარიტონიც, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ინტონაციური, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს ინტონაციაში ჩადებული საზრისი. ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა, კაბარდოს ველი გადაიარა, ისევ ავსდექი, მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული სინჯავი არ აქვს, ქსანზედ, არაგვზედ, ისევ ყვავიან ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩებიც ისეთ კბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას. რათა ვიხილე არხივი, სულის და გულის მდაღველი, ან რათა ვშორმობ ამდენსა, განა ცოტა მაქვს ნაღველი, მინდა ავცელქდებით უწინ, მაგრამ რომ არ ამცალია, სოსო, რა კარგი დღე არის, სოსო, რამდენი ხალია. წიწამურიდან საგურამომდე ეკლიანი და პატარა გზა, წიწამურიდან საგურამომდე სიცოცხლის გავლა ნეტავი რა. ჰოი არაგვო, არაგვიანო, გულში ეხსევდა რაც ჩაღწოლია. მოყულ პოეტზე ხომ არა დარდობ, ყავდა და თითქოს არა ყოლია, შენი ჩქერების თეთრი შხეფები, ეგ ხომ ცრემლების წმინდა ბროლია. შენ სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო, შენ სად არ გხრებოდა შავი ყორანი, ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, ნადილ გორალი, ნაშამ ქორალი. ამ ცხოვრებამ ბრძნულმან, რთულმან, ამ ბრძოლებმა, კრულმან, მტრულმან, ამ შეკითხვამ გველაძოამ, იმ პასუხმა იქედნურმან, ძმობამ, ყმობამ, ტრობამ, შურმან, აკეთურმან და იქეთურმან, ხომ არ გამოგჭა მაგული და ხომ არ დაიღალე მურმან. ამიტომ ალბათ გამიჭირდება მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს, მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს შენგან მრავალი ტკივილის მნახველს. თუ რამზე მწამდა, თუ რამზე მწვავდა, უტკბილეს დღეთა, უტკბილეს წამთა, უტკბესი შენ ხარ ენავ დედაო. შენ მწარელ ხინო, ტკბილო სევდაო, შენ ყოვლის მთქმელო, ყოვლის არ მთქმელო, შენ გმირთა გმირო ბრძენო ქართველო, წარსულის ძეგლო წინ გამხედავო. გემუდარები ორ გულობა არ დამაბრალო, არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა, არ დაივიწყო რომ ოდესღაც გული საბრალო, შენივე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას. ავტორის მიერ ნაწარმოების კითხვის ტრადიცია ქართული საზოგადოებისთვის უცხო არ იყო. ლექსების გარდა დიდ ნაწარმოებებსაც კითხულობდნენ. ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძემ განდეგილიც და ოთარ ანთქვრივიც დაბეჭდვამდე თვითონ წაიკითხა დავით სარაჯიშვილის სახლში და პირველი შენიშვნებიც მიიღო. გაოცებული შევსკერი ბნელი საუკუნეების საშოში უთარიღოთ წარმოშობილ ფანტასტიკურ იეროგლიფებს, შევსკერი ქართულ ასოებს და აგრე მგონია მე მათ შორის უნდა მოიკითხო მეთქი ჩემი გმირების უცნაური ბედი. ანი ნამგლისის მიმსგავსებია მისის მოყვარულ ქართულ ხალხს, ამიტომაც შეურქმევიათ გეორგოს ძველ ბერძნებს ჩვენთვის. სუცეტები მყვანან ქმარიც და შვილებიც. რაც მაგათ არ გააკეთონ, ის უნდა გაგიკვირდეს. ჩემმა პატიოსანმა ქმარმა მე რომ მიმიყვანა იმ წელიწადს ხარი შეღება. ერთი წითელი ყავდა, ერთი თაფლა, ორივე კოლექტივისები, ჩვენაო წითლები ვართო, წითელი ხარები უნდა მყავდესო და წავიდა იორმუღალნოში ჩავიდა, თათრის მოლა იყო ერთი, იმას გამოართვა საღებავი, თათრები წვერებს იღებავენ იმით, ამოიტანა და შეღება ის თაფლა ხარი. რადიოს ოქროს ფონდში დაცულია უძვირფასესი ხმები, თუმცა მათ არც უშანგი ჩხეიძის ხმასავით ჟღერადობა აქვთ და არც განთიადის დონის მხატვრულ ნაწარმოებს კითხულობენ. ეს ქართველ მეცნიერთა ხმებია.
მოხდა დაუჯერებელი ამბავი. როცა ივანე ჯავახიშვილს შესთავაზეს რექტორობა, მან კატეგორიული უარი განაცხადა და მისივე წინადადებით რექტორად ავირჩიეთ ოდიშის დამსახურებული პროფესორი ქიმიკოსი პეტრე მელიქიშვილი. ამ შემთხვევაში ივანე ჯავახიშვილს ამოქმედებდა უნივერსიტეტის ბედი. ამ ამბავმა ყველა დაარწმუნა, თუ რაოდენ დიდი იყო ივანე ჯავახიშვილი როგორც ადამიანი და მამულიშვილი. ჩვენთვის ქართველებისათვის უდავოდ საინტერესოა ის გარემოება, რომ სიბრძნის თვალსაზრისით რუსთაველი სავსებით დამყარებულია ქართულ ძირებზე, ქართულ წყაროებზე. ეს გახლდათ ქართველი მოაზროვნე პეტრე იბერიელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა ეგრეთ წოდებულ ფსევდო დიონისეს სახელის ქვეშ. ის განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარულის გამოხატულება, რომელიც თქვენ ინებეთ, მე მიმაჩნია გადაჯარდებულად ჩემდანვე. მე ჩემ თავს, ჩემს მოღვაწეობას სრულებით ისე დიდად არ ვახასებ, როგორც თქვენ გნებავთ. ხშირად მე ჩემი მოღვაწეობა წარმომიდგენია ისე, როგორც ჭიანჭველა პატარა, რომელიც ეფოთინება დიდ მარცვალს და მიაქს. ადრე, ვიდრე ჩაწერა შესაძლებელი გახდებოდა, გალაქტიონი გადაცემებში მონაწილეობდა. ამას მისი დღიურიც ადასტურებს. რადიომ 300 მანეთი მომცა ავანსად და ისიც უცებ გაქრა. გალაქტიონი რომ გარდაიცვალა, რადიოს ფონდში მისი ხმის ერთი ჩანაწერიც არ აღმოჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ რადიო კომიტეტში ბათუმიდან 53 წლის 22 დეკემბერს ერთ ლიტერატურულ საღამოზე ჩაწერილი ფირი მოიტანეს. ეს ჩანაწერი სულ 1 წუთია. ჯერ არასდროს არ ყოფილა ფარი ასე წყნარი. დუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლით იწვევს, ცისფერლანდებს და ხეებში აქსოვს, ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერცამი არ მახსოვს. თვარე თითქოს ზამბახია შუქთან ქთალი მძივით და მის შუქში გახეული სუბუქსის მარივით მოსჩას თვარი და მეტეხი თეთრად მელარე, არასდროს არ ყოფილა ასე ნაზი თვარე. აქ ჩემს ახლო აკაკის ლანცს ზინავს მეპურძილით, აქ სევდიან სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეპიდემიოვარსკვლავების ქსომა მხარული, ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული და მეც მოვდე სიმღერებში ტყის სევდიან გედად, on თვათუ ღამემსულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმაროეთ შეისხა ციდან ცამდე ფრთები და გაშალა ოცნებათა ლურჯი ალქდები, როგორ გზნով რომ სულისთვის ამ ზღვამ რო აღზარდა, სიკვდილის გზა რა არის ვარდისფერ გზის გარდა, რომ გზაზე ზღაპარია მგოსან ცითამავე, რომ რას დროს არ ყოფილა ასე ნაზი ღამე რომ აჩდილო, მეთქანს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვუტები, რომ წაყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი. ჯერას დროს არ ყოფილა ფარე ასე წყნარი. გადმოცემის თანახმად, როდესაც გალაქტიოს ლექსის თქმა დაუმთავრებია, ჩამოსულა თურმე ტრიბუნიდან და უთქვამს გადავრჩით ბიზიკო თავის ჩვეულ სტილში. მას ხმა არის ის, რაც გვათავისუფლებს ყოველდღიურობისაგან, რაც გვათავისუფლებს წარსულის ტირანიისაგან. არის გზნობა, რომ დროთა კავშირი აღდგა. იქიდან გამომდინარე ის ჩანაწერები და ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ უყურებთ, ეს არ არის ხმათა სასაფლაო, ეს არ არის პანთეონი ყოველდღიური გაგებით. თუ ეს პანთეონია, მაშინ ეს არის პანთეონი სწორედ ძველი ბერძნული გაგებით, სადაც პანთეონი ნიშნავს ყველა ღმერთს. ეს არის ადგილი, სადაც ყველა ღმერთი ცოცხალია და სადაც ისმის ყველა ღმერთის ხმა. გამარჯობა თქვენი ახლა ყოლა. რა დამეშლება? უკვე იმავალი Magida,